ახმეტა თელავი ბაკურციხის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2015 წლისთვის დამთავრდა. მოეწყო კიუვეტები, მოხდა ხიდების აღდგენა და დაიგო ასფალტი. ობიექტი დამკვეთმა ჩაიბარა, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში ხიდის გადაბმასთან გაჩნდა ორმო. პრობლემა გაცილებით ძირეულია, რადგან წყალი ხევში კი არ ჩადის, ხიდზე გუბდება. 0.73 ახმეტა თელავი ბაკურციხის მონაკვეთი. აქ გარკვეული სამუშაოების დიდი ნაწილი შეასრულა კომპანია სერპანტინმა. სერპანტინის გარდა მან იმუშავა კიდე სამმა კომპანიამ, როგორც მე ვიცი, ხიდი გააკეთა სხვა კომპანიამ ეს იყო შეფასე მითი თუ სწორად მახსოვს. სამწუხაროდ ხიდთან არის ჯდენა, კი მეც ვიცი, მაგრამ მე ცალსახად მინდა დაგიფიქსიროთ, რომ ეს კომპანია სერპანტინთან არანაირ შეხებაში არ არის აბსოლუტურად. მუშაობდა დაახლოებით 2 ბრიგადა 11 საათზე და ასფალტი მორჩა 4 საათზე. ჩემი გასაკეთებელი სურათ იყო, სულ არ იყო, იქ ფირმა მუშაობდა ერთი და უნდა გაეკეთებია ცხაურები. ბოლომდე მიატოვეს ამ ფირმამ წავიდა და ყველა წყალი ჩამოზიდა გება ხიდზე. ესე იგი, სხვის დანაშაულად მე უნდა ვაცო, რომ ეხლა რამდენი წელი წამოვა, იმდენი გააზიანებს ხიდის მიმდებარე ასფალტსაც და იმასაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ სპექტრი ჯგისგან შეიტყვეს და რეაგირებას უმოკლეს დროში მოახდენენ. Mier მოწოდებული ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა მედიას ამისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახური სასწრაფო წესით ადგილზე შეისწავლეს ამ ასე ვთქვათ ვითარებას და ძალიან მალე იქნება ამასთან დაკავშირებით შესაბამისი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიღებული.